21 წლის ქართველი მოლდოვაშია, კომპიუტერის ეკრანთან ზის და ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების მასობრივ მკვლელობას გეგმავს. მისი დაჯგუფების წევრებმა უნდა ჩაიცვან სანტას ფორმები და ბავშვებს მოწამლული ტკბილეული დაურიგონ. მასობრივი მკვლელობის ამ სცენარს ის ტელეგრამში აორგანიზებს. მე ნინო აფაქიძე ვარ, iFact-ის ჟურნალისტი და უცხო ამბების მესამე ეპიზოდში მიხეილ ჩხიკვიშვილზე მოგიყვებით. White supremacist and neo-Nazi Mikhail Shikvishvili has pled guilty. ეს არ არის ფანტასტიკა Netflix-ის ახალი სერიალი. ეს არის ისტორია ბიჭზე, საქართველოს 21 წლის მოქალაქეზე, რომელიც ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის მანიაკური მკვლელობის კულტის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2025 წლის 17 ნოემბერს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში ჩხიკვიშვილმა ამ საქმეში თავი დამნაშავედ ცნო. მკვლელობაზე რო არის ჰორორები, ექშენი, ეროტიკული. რა მიხეილი თბილისში ცხოვრობდა და 171 სკოლაში სწავლობდა. მას ასევე ეძახდნენ მიშკას, მაიკლს, მეთაურ ყასაბს ან უბრალოდ ყასაბს და ის მარტო არ მოქმედებდა. იგი იყო თეთრკანიანთა უპირატესობის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ჯგუფის მანიაკთა მკვლელობის კულტის წევრი. ძალადობრივი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების დაინტერესებას და მომხრობას ინტერნეტის მეშვეობით ახერხებდა. ჩხიკვიშვილის ციფრული კვალი 2021 წლიდან ჩნდება. მან გამოაქვეყნა მანიფესტი სახელად The Haters Handbook ბროშურა, რომელიც სკოლაში სროლებს, აფეთქებებს და უმცირესობებზე თავდასხმებს ქადაგებდა. ეს ტექსტი სწრაფად გავრცელდა ექსტრემისტულ არხებში და წრეებში და მოზარდებმა მისი რიტორიკა თითქმის სიტყვასიტყვით აიტაცეს ამ საქმეებით დაინტერესებულმა მოზარდებმა. Prozess gegen diesen Mann ist für Norwegen eine Belastungsprobe. ჩხიკვიშვილს სურდა, რომ მისი დაგეგმილი თავდასხმები ყოფილიყო ბრეივიკის მოქმედებებზე უფრო მასშტაბური. გულისხმობდა ანდრეს ბრეივიკს, ნორვეგიელ ნეონაცისტს, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი დახოცა. 2022 წელს ივნისში ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ჩავიდა ბებიასთან დასარჩენად და იქედან ტელეგრამის საშუალებით სხვებს მოუწოდებდა ჩაედინათ დანაშაული კულტის სახელით. იგი ვერ ხვდებოდა, რომ ამ კულტის ერთ-ერთი ერთგული წევრი სინამდვილეში FBI-ის აგენტი იყო. – 2023 წლის ბოლოს მოლდოვაში მყოფმა ჩხიკვიშვილმა დაიწყო ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა. სანტას კოსტუმში ჩაცმულ ადამიანს, რომელსაც ალუბლის ტკბილეულში შერეული საწამლავი ექნებოდა, მიზანში ებრაელ და სხვა უმცირესობების ბავშვებს ამოიღებდა. თანდათან გეგმა კიდევ უფრო კონკრეტული და მძაფრი გახდა. ჩხიკვიშვილმა FBI-ის გადაცმულ აგენტს საწამლავის, რიცინის დამზადების და შერევის დეტალური სახელმძღვანელოები, ასევე თვითნაკეთი ბომბების დამზადების გზამკვლევები და ტოქსიკური გაზების ფორმულები გაუგზავნა. მან აგენტს დაავალა ტკბილეულის მოწამვლა, სკოლების აფეთქება, დახურული სივრცეების გაზით დამუშავება და საზოგადოებრივი მასობრივი მკვლელობა მაქსიმალური შიშის ეფექტისთვის. გადაყლაპვის, ჩასუნთქვის ან სხეულში ინექციურად შეყვანის შემთხვევაში ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. საბედნიეროდ გეგმა ჩაიშალა. ჩხიკვიშვილი მოლდოვის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით 2025 წლის დასაწყისშივე დააკავა. ამ დროს FBI-ს მასზე უკვე სრული არქივი ჰქონდა მისი შეტყობინებების, ვიდეოების, სახელმძღვანელოების და რეკრუტირების ინსტრუქციების ჩათვლით. ის ნიუ-იორკში 2025 წლის მაისში გადაიყვანეს და FBI-ის დირექტორმა ამის საპასუხოდ თქვა, მნიშვნელობა არ აქვს ადიმალებით თუ ამერიკელების მკვლელობას გეგმავთ, აუცილებლად გიპოვით. ჩხიკვიშვილის მთავარი ოპერაცია სანტების მონაწილეობით კი ჩაიშალა, თუმცა მისმა იდეოლოგიამ და მიმდევრებმა მსხვერპლი მაინც გამოიწვიეს.
შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილის მიმდევრებმა ერთი ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს. პირველი შემთხვევა 2025 წლის იანვარში შტატებში, ტენესის შტატში მოხდა, სადაც 17 წლის მოსწავლემ სკოლაში სროლა მოაწყო. მან ერთი ადამიანი მოკლა, ერთი დაჭრა, თავდასხმა პირდაპირ ეთერში გადასცა და მის მანიფესტში ჩხიკვიშვილის სახელი პირდაპირ იყო ნახსენები. მეორე შემთხვევა თურქეთში 2024 წლის აგვისტოში მოხდა, სადაც ნაცისტური სიმბოლოებით შეარაღებულმა კაცმა მეჩეთის წინ 5-ზე მეტი ადამიანი დაჭრა. მის მანიფესტში ასევე იყო მითითებული ჩხიკვიშვილის ციტატები. თავდასხმის მოწყობამდე მან სოციალური მედიის საშუალებით საკუთარ გვერდზე გაავრცელა The Haters Handbook-ის ბმული. ამერიკაში ჩხიკვიშვილს ბრალი წაუყენეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისებაში, ტერორისტული დანაშაულების დაგეგმვაში, ბომბებისა და საწამლავების ინსტრუქციების გავრცელებაში. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა მისი ქმედებები ასე შეაფასა: საზარელი გეგმები, ძალადობრივი პროპაგანდა, მიზანში ამოღებული უდანაშაულო ადამიანები და მათ შორის ბავშვები. ჩხიკვიშვილს ახლა 40 წლამდე სასჯელი ელის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგი თბილისში 171 სკოლაში სწავლობდა. ბოლო 2 წელი კი დისტანციურად იყო სასწავლო პროცესში ჩართული პანდემიის გამო. ასევე მუშაობდა ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ყასაბად. თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ჩხიკვიშვილის შესახებ, რაც ფიქრობთ, რომ ჩვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს და საზოგადოებისთვის, Facebook-ის მეშვეობით შეგვეხმიანეთ. ჩვენ უცხო ამბებს მომავალშიც მოგიყვებით, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და გაზიარება, ასევე პირველად ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ისტორიაში iFact თავის აუდიტორიასთან ახალ თანამშრომლობას იწყებს. მეტის გასაგებად გადადით ჩვენს ვებგვერდზე და გახდეთ ჩვენი პროგრამის წევრი. თქვენი მხარდაჭერით მეტ ამბავს გამოვიძიებთ.